საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი ყველაზე ევროპისკენ მიმავალი გადაცემა ალასანიას შემდეგ ვინაიდან შენგენის ვიზა ჩვენს პროდიუსერსაც აქვს. საღამო მშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ ინფორმაციას იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციას დატოვებს, რადგან სასწაულები მარტო შობის ღამეს ხდება ხოლმე. ვერ მოისმენთ თინა ხიდაშელის განცხადება საქართველოს ბრძოლა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის ისეთივე ტემპით გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო, რადგან ექსპერტების აზრით აღნიშნული ტემპი არ ვარგა, ვინაიდან ისე გვხლის, რომ ღია კარშიც ვერ შევდივართ ხოლმე. ვერ მოისმენთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ერთი ავანტიურისტი უჭკო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა, რადგან აქ ერთ მინისტრზეა საუბარი და არ გვინდა დანარჩენ ორს ეწყინოს. საინფორმაციო გამოშვებას შემზარავი ინფორმაციით ვიწყებთ, გთხოვთ ევროპელები ტელევიზორებს მოარიდოთ. გუშინ 12 საათზე ზუსტად იმ დროს, როცა კურიერი იწყება საშინაო სოლიდარობის გამო გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი 5 მოადგილე. უკაცრავად ახლა მატყობინებენ, რომ 4 მოადგილე. უკაცრავად ახლა მატყობინებენ, რომ 3 მოადგილე. უკაცრავად ახლა მატყობინებენ, რომ 2 მოადგილე. უკაცრავად ახლა მატყობინებენ, რომ 1 მოადგილე. ეს უკვე დაზუსტებული ინფორმაციაა. ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი იყოს, ხალხის არჩევანს ვერაფერს დააკლებს. განაცხადა უზარმაზარი, ხალხმრავალი, ყოვლის მომცველი 10 კაციანი ფრაქციის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არ ამართებული, ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გიორგაძის პოლიტიკაში ასეთი გათვითცნობიერებულობა მოულოდნელი აღმოჩნდა ექსპერტებისთვის. კულტურაში რომ აზრზეა გასაგებია, ძეგლთა დაცვაშიც დათელია, მაგრამ პოლიტიკაშიც გენიოსი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს აზრი განსხვავდება ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის აზრისგან. ისტორია გვაჩვენებს, ვინ არის მართალი, გიორგაძე თუ ობამა. აღნიშნავენ ცხვირ მოუხოცავი ექსპერტები. დისკუსია რეალურად ვერ შედგა. ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. აბავისთან სასაუბროდ მიხვედით, სვამენ კითხვას გაკვირვებული ექსპერტები. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას თანამდებობაზე დარჩენის შესახებ და ასე მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს თეა წულუკიანის დახმარებისკენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების აშკარად გამოკვეთილი საზოგადო ლიდერია. ამ ვარაუდს უპირობოდ ეთანხმებიან აშკარად გამოკვეთილი ცენტრ-ფორვარდები და ამა თუ იმ დაავადების აშკარად გამოკვეთილი სიმპტომები. საქართველოს პრეზიდენტი საჭიროდ თვლის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ნატოს პაკეტის იმპლემენტაციის საკითხი განხილულ იქნას მისი თანდასწრებით. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა. თვითმხილველთა განცხადებით ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პრემიერი ცხრისა და ოციანის საყიდლად წავიდა, რადგან პრეზიდენტი აპირებს განხილვაზე დასწრებას და სათანადოდ უნდა დახვდეთო. კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და შესაბამისად, შესატყვისად, ანალოგიურად, იგივენაირად, პარალელურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა ირაკლი ალასანიამდე მივიდეს. ექსპერტები ამას გამორიცხავენ და ზურაბ აბაშიძეს მოუწოდებენ არ ინერვიულოს, რადგან თუ ალასანია ევროპისკენ მიდის, ხოლო პროკურატურა სხვა მიმართულებით მოძრაობს, მაშინ ეს უკანასკნელი ვერანაირად ვერ მივა ალასანიასთან. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. გთავაზობთ იმ მოვლენათა ტოპ 3-ს, რომელიც თავისი არსით შეუქცევადია. მესამე დღის მიერ ღამის შეცვლად და პირიქით. მეორე დროის ათვლის წერტილიდან პერსპექტივისკენ ანუ წინსვლა და პირველი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი.